ამასობაში 25 თებერვალია და რა ხდება პარალელურ რეალობაში. მე ვიდეოს თემა. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ გვერდი და გააკეთეთ დონაციები. მოკლედ დასაქმებულებისა და დასაქმებულების გაფიცვა დღეს 4 საათზე დაიწყო და ზღვა ხალხია. ტევ პირველის ეთერს თუ გადართავთ ეგრეა რა. მასშტაბური აქციებია რაღაცა. ვინ შეუერთა ახლა ამ აქციას, აი დაწესებულების ჩამონათვალია. აი სიარ ჯგუფი ჰეარინგჰაუზი, რაღაც ჯანმრთელობის ცენტრი, კაფე ლაილა, რუსთაილი, მაღაზია ოლალა, სამხატვრო გალერეა, სადღაც 15-მდე ორგანიზაციაა რა. წინა გაფიცვა რო იყო, იქ 300-მდე მაინც იყო რა. ისე საქართველოში 10,000-ობით სხვადასხვა ორგანიზაცია მოქმედი რა. და ეგ აი ჩამონათვალში არის 15. წარმოგიდგენიათ როგორი მასშტაბებია, და ეხა ეს მე ფონდება რაღაც დიდი გამოსვლებია. 59 სინდისის პატიმარი ყოლია, 500 ნაცემი. და ეს მარშებია რა, რამოდენიმე ლოკაციიდან. ესეთ პათეტიკურად დღეს ხო ის არის საქართველოს ოკუპაციის თარიღია 25 თებერვალი და ესეთი ის მიცეს რა. მარო მაყაშვილის მარში, იუნკერების სახელობის მარში, გენერალ მაზნიაშვილის მარში, ვალიკო ჯუღელის მარში, ვალოდია გოგუაძის მარში, გოგი ალექსი მესხიშვილის მარში და რაღაცა საკაცუკობენ რა იტოქში რა. ესენ ხო არ ჩერდებიან რაღაცებს იგონებენ და ახლა ქუჩებში იბოდიალებენ, მე რუსთავაზე შეიკრიბებიან და დაიშლებიან და რა ვიტყვიან რომ აი ჩვენ გავჯვეთ ოცნება გარბის, ჯო უილსონი ჩვენთანა, აკაცუკო ჩვენთანა, ჰარი პოტერი ჩვენთანა და საერთოდ რა ჩვენ ვართ მთელი საქართველო. ვერ არის რა გინდა რომ ხო ახლა. ეფრის ვერ იცავ. ეს არის მეგობრებო დემოკრატია. მოვითვინოთ, ავიტანოთ. ამ ხალხს აქვს უფლება რომ რაღაც თავისი თუნდაც გიჟური აზრები გამოხატონ და ხანდახან ქუჩასაც გადაკეტავენ, რა უყოთ ახლა. გადაკეტონ. კანონს ვინც დაარღვევს კი იცით, 5,000 ჯარიმა ან პირდაპირ დაახალეთ ოღონ ფეხებში. რა ეშველებათ ამათ. და ამის პარალელურად მიდის მანიპულირება, რომ აი გურიაში რა ხდება, ხელისუფლების უმოქმედობა. გურიაში თემაში მართლა რთული მდგომარეობაა და თავდაცვის სამინისტროს ძალების ჩართვაც კი მოუწიათ. ვფიქრობ, გაართმევენ თავს და ამასობაში ამინდიც გამოვა.